დაახლოებით ჩვენ გვაქვს საშუალება ვნახოთ თუ როგორ განვითარდა მოვლენები დღეს რუსთაველის გამზირზე და როგორ მივიდა სიტუაცია ასეთ დაძაბულობამდე. რუსთაველის გამზირზე იდენტობის მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაიძაბა. სასულიერო პირებმა, მათი მრევლის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა პოლიციის მიერ ეროვნულ მუზეუმთან გაკეთებული კორდონი გაარღვიეს და თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ. LGBT პირების მხარდამჭერი აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ სპეციალურად მობილიზებულ ავტობუსებში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა. მცირე შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის მაინც მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მონაწილეთა დებნა ძველი თბილისის რაიონის პატარა ქუჩებშიც ხდებოდა. დაპირისპირება მოხდა თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც ის ავტობუსები იდგა, რომლითაც საპატრულო პოლიციამ თავისუფლების მოედნიდან იდენტობის მიერ ორგანიზებული აქციის წევრები გაიყვანა. იმ პირებმა, რომლებიც მათ მიერ ჩატარებულ აქციას აპროტესტებდნენ, ავტობუსების გადატრიალებას სცადეს. კიდევ ერთი ავტობუსი, რომელშიც ორგანიზაცია იდენტობის წევრები იმყოფებოდნენ, საპატრულო პოლიციამ ვაჩნაძის ქუჩაზე გაიყვანა. ინფორმაციის მიღების შემდეგ მათთან დაპირისპირებული მეორე აქციის წევრები ამ ტერიტორიაზეც მივიდნენ და ავტობუს ქვები დაუშინეს. ქუჩის სივიწროვის გამო საპატრულო პოლიციას მოქმედების საშუალება არ ჰქონდა. ვაჩნაძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს ერთი ჟურნალისტი და პოლიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმე ადგილზე მისული იყო. სასწრაფო დახმარების ორი მანქანა სამართალდამცველი საკაცით გადაიყვანეს. დაპირისპირების შემდეგ ავტობუსი კოლმეურნეობის მოედანზე გადაიყვანეს. დაპირისპირება მოგვიანებით ამ ტერიტორიაზეც დაიწყო. აქციის ერთ მონაწილეს ავტომანქანა დაეჭერა. მანქანამ დააგნა და გადამიანა ფერზე. საპატრულო პოლიციამ ავტობუსები ფონიჭალის მიმართულებით წაიყვანა. სასულიერო პირებმა და აქციის მონაწილეებმა იდენტობის წევრებს ორთაჭალამდე სდიეს. აქციის მონაწილეთა გამო ორთაჭალაში მოძრაობა შეფერხებული იყო. მათ ერთ-ერთი ყვითელი ავტობუსის დაზიანებაც სცადეს, რადგან მათი მოსაზრებით შესაძლოა ავტობუსში თავისუფლების მოედნიდან გაყვანილი აქციის მონაწილეები ყოფილიყო.
და ეს წუთია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან სიმშვიდე, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და დატოვონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია.